მოვალეთა რეესტრის მაჩვენებელი მატულობს ამ დროისათვის 56,000-ზე მეტი სადაო საქმეა რეგისტრირებული, იმ შემთხვევაში თუ პირი ნასესხებ თანხას ვერ აბრუნებს, რეესტრი მოვალეებს ფულის დასაბრუნებლად ერთ კვირი ამბავად ასაძლევს. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ მოხერხდა თანხის ამოღება, მოვალის სახელზე გაფორმებული ქონება აუქციონის წესით გაიყიდება. ბოლო 2 წლის განმავლობაში რეესტრში სულ 126,000 პრობლემული საქმე დაფიქსირდა. სოფო ხანაშვილი გიამბობთ. მოვალეთა რეესტრში ყოველდღიურად იზრდება იმ პირების რაოდენობა, რომლებმაც ფული ბანკისგან, იურიდიული ან კერძო პირისგან ისესხეს და შემდეგ მისი გადახდა ვერ მოახერხეს. მოვალეთა რეესტრში საქმის მოხვედრის შემდეგ რეესტრი მოვალეებს ვალის დასაბრუნებლად ერთ კვირიან ვადას აძლევს. თუ დაკისრებული თანხის დაფარვა 7 დღეში არ მოხდა, ასეთ შემთხვევაში მოვალის ქონება ვალის დასაფარად აუქციონზე გაიყიდება. აღსრულების დაწყებისთანავე პირი ხვდება მოვალეთა რეესტრში. ამის შემდეგ მოვალეს ეძლევა ნებაყოფლობით 7 დღე, რომ მოახდინოს დაკისრებული თანხის გადახდა. თუ ის ამ ვადაში არ შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, ამის შემდეგ ხდება მისი უძრავ-მოძრავი ქონების აღწერა, დაყადაღება, შეფასება და შემდგომ აუქციონის წესით მისი რეალიზაცია. მოვალეთა რეესტრის მაჩვენებელმა რეკორდული რიცხვი შეადგინა. რეესტრში რეგისტრირებულთა რაოდენობა წლის დასაწყისთან შედარებით გასამაგდა. ამ დროისთვის რეესტრში 56,600-ზე მეტი სადაო საქმეა რეგისტრირებული. რეესტრში, რომელიც 2010 წლის იანვარში შეიქმნა, თითქმის 2 წლიანი არსებობის მანძილზე 126,000-ზე მეტი პირი დაფიქსირდა. აქედან 70,000 სადაო საქმე უკვე მოგვარდა და ეს პირები რეესტრის მონაცემებში აღარ ირიცხებიან. მაჩვენებლის რეკორდულ ზრდას ახსრულების ეროვნულ ბიუროში რამდენიმე მიზეზით ხსნიან. ადამიანებმა უკეთ გააცნობიერეს საკუთარი უფლებები, რომლებსაც აღსასრულებლად მიმართავენ ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ ისინი მოგმართავენ ჩვენ და ითხოვენ საკუთარი უფლებების დაცვას. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავიცვათ კრედიტორის უფლებები და რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად აღვასრულოთ ის საქმეები, რომლებიც ჩვენთან შემოდის. მოვალეთა რეესტრს კრედიტორები იმედით აკითხავენ, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში გასესხებული თანხის დაბრუნება შეძლონ. კრედიტორი, ბანკი, ადმინისტრაციული ორგანო, ხშირად კი კერძო პირია. მოვალეთა რეესტრში მოხვედრისთანავე მოვალეს მის სახელზე რეგისტრირებული ქონებისა და საბანკო ანგარიშის განკარგვის უფლებაც ეზღუდება. მოვალეთა რეესტრში პირის რეგისტრაციის შემდგომ ავტომატურად ანუ ელექტრონული საშუალებით იგზავნება შეტყობინება საბანკო დაწესებულებებში, საიდანაც ხდება ამ პირზე ინფორმაციის მოწოდება. თანხის გადახდისათვის ჩვენი სამსახური იყენებს ისეთ მეთოდებს, როგორიც არის ქონების მოძიება, დაყადაღება, შემდგომ ამ ქონების აუქციონის რეალიზაცია, ან საბანკო ანგარიშების მოძიება და თანხის არსებობის შემთხვევაში საინკასო დავალების წარდგენა და თანხის ჩამოჭრა. რეესტრის მონაცემები წუთობრივად იცვლება. პრობლემური საქმეები მოვალეთა რეესტრს მას შემდეგ გადაეცემა, რაც გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.